წესით არ უნდა ღირდეს კომენტარის გაკეთება სისხლის სამართლის დამნაშავების განცხადებებზე, მაგრამ სამწუხაროდ აქაც ჩაგვაყენა ზოგიერთმა ჩვენმა ევროპელმა მეგობარმა, როდესაც ის სასჯელის და გვერდის ავლით და ქართული სანქციების გვერდის ავლით ევროპაში თავისუფლად გადაადგილდებოდა, ზუსტად იმ კაბინეტებში, სადაც დღეს ადეშუს ხედავთ, იმ კაბინეტებში დაიარებოდა, ხელს ართმევდნენ, კონგრესებზე პატიჟებდნენ და ამითი რა თქმა უნდა მას აგულიანებდნენ იმისთვის, რომ გაეგრძელებინა თავისი რადიკალური დღესწესრიგი საქართველოში. მაშინ ჩვენ ბევრმა უცხოეთში გაგვწირა. ქართველი ხალხი გაწირა იმისთვის, რომ ასე ჩუმად შემოპარულიყო სააკაშვილი და რომ არა, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის მოქმედება, რომელმაც დროულად გამოავლინა და დაიჭირა სააკაშვილი და ზის ახლა იქ სადაც ზის, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა, ვინიც რა გვექნებოდა ჩვენ დღეს, რა გვექნებოდა იმ დღეებში, ვისი ტყვია გავარდებოდა, ვისი ტანკი დადგებოდა მერე თბილისის ქუჩებში, აი არავინ არაფერი არ იცის. და დღეს როცა გველაპარაკებიან ჩვენ მართლმსაჯულების კეთილსინდისიერებაზე, ზუსტად აი ამ სასამართლომ გამოიტანა განაჩენები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლო საქმიანობა სტრასბურგმა უკვე რამდენჯერმე მოიწონა ასეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც გეუბნება პოლიტიკურია. სად არის ბოდიშები იმ ხალხის, რომელიც ხელს ართმევდა მიხეილ სააკაშვილს და აგულიანებდა მას ამ საქციელისკენ და კიდევ ერთხელ, რომ არა ჩვენი სუსი, პირდაპირ, რომ არა სუსის მოქმედება და გამოვლენა საქართველოში იქნებოდა ისეთი მდგომარეობა, რომელიც რთულია კიდევაც რომ განჭვრიდეს. ჩვენ ფაქტობრივად გაგვწირეს აბსოლუტურად არეულობისკენ, ისე რომ შემდეგ არც არავინ წუხილი გამოხატა, არც არავინ ბოდიში მოიხადა, არც არავინ თქვა რომ რა ვიცი, არ გვეგონა თუ ამას დააპირებდა. დღემდე მიხეილ სააკაშვილი გახლავთ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, დღემდე გვესმის ზოგიერთ უკრაინელი პოლიტიკოსისგან ქედმაღლური განცხადებები, რომ უნდა გადავცეთ თურმე მიხეილ სააკაშვილი და ასე შემდეგ. დღემდე ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე, ბოლო კონგრესზეც, ხომ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი. დღემდე ამ კონგრესზე მიხეილ სააკაშვილს ახსენებენ კრიმინალს, ჩვეულებრივად იწვევენ ამ კონგრესზე. თუ კი სადმე რაიმე კეთილსინდისიერების პრობლემა არის ზუსტად აი ასეთ ჯგუფებში. როდესაც მიხეილ სააკაშვილის კრიმინალის, რომელიც კიდევ ერთხელ ადამიანის წამების სისტემა შექმნა საქართველოში, როდესაც მას ხელს ართმევდნენ და დღეს მეგობრად მოიხსენიებენ და მათ შორის ამას წინ განცხადებები მოვისმენთ, რომ ის იყო მოდერნიზაციის, რა ვიცი მე, მოტორი თუ ასე შემდეგ. აი ეს არის პრობლემა და რა თქმა უნდა, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც ასე ვერ ხედავენ თუ რა არის სამართალი, რა არის კანონი, რა არის დემოკრატია, ასე ვერ აღიქვავენ, ასე ვთქვათ, ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ჩვენ მათგან შემდეგ მითითებებს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით და სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შენიშნოს ვერ მივიღებთ. იმიტომ რომ შეუძლებელი არის, როდესაც ასეთი საქციელები